ამერიკამ მომცა ის საშუალება, რომელიც მე არასდროს არ მექნებოდა, მაგალითად მე შვილები არ მეყოლოდა საქართველოში რო ყოფილიყავი. ტრამპი იყო იქ, ტრამპის და ჩემ გვერდით აი მართლა ოხრახუშ ჭრიდა და ტრამპი მოდიოდა იქა და ეს LGBT თემის ძალიან დიდი მხარდაჭერი იყო. დიდი ხანია ჩვენ ეგეთი პროპაგანდების აღარ გვიჯერა. მაინც როგორ გადაწყვეტ? მე ძალიან მომწონს ფემინური კაცები. საქართველოში სიამოვნებით სოფლის სკოლის მასწავლებელი ვიქნები. ქუთაისელი გაიკაცი როგორო? ქართული იდენტობა ყველასთვის რაღაც სხვა არის. ჩემთვის ეს არის ძალიან მარტივი. საქართველოს სიყვარული, მე მიკეთებენ კომპლიმენტს, რაც მათი აზრით კომპლიმენტია, რაც ჩემს შეურაცხყოფელია. მაგალითად, ძმაო, შენ არ მაღიზიანებ, კაც მაინც გავხარ. შენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არის ძალიან პატრიოტული. 18-20 წლის ბავშვებს რო ქვეყნიდან გაყრიდა, უარყოფდა. აი მას უარყოფ, ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას არ აძლევ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან კარგი ხანა დადგება. აუ, მაგის ძალიან გვიჯერა ჩვენ. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, ეს ისევ არა მარტო პოდკასტია, ისევ DTS სტუდიიდან მოგესალმებით დავწერთ, ისევ უცვლელი შემადგენლობით დავსაუბრობთ მიგრაციაზე, თუმცა სტუმარი არ გვყავს ისევ. ძალიან განსხვავებული სტუმარი გვყავს და ამ ერთ-ერთი წინა ეპიზოდის დროს შვეიცარელი ქართველი გაგაცანით და დღეს ვიტყოდი, რომ ამერიკელი ქართველი მინდა გაგაცნოთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა სიმბოლურად ის ნამდვილად ქართველი ამერიკელია, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ 26 წლიანი ემიგრაციის მერე ყველაზე რთულ პერიოდში ადგა და საკუთარი ოჯახით გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაბრუნდეს. ხო და მე მინდა დიდი პატივისცემით და სიამაყით წარმოგიდგინოთ ბესი ქუთათელაძე, კრიმინოლოგიის პროფესორი, ჩვენი მეგობარი, ძალიან აქტიური მოქალაქე და მისი პოზიცია მე მგონი უკვე ჩანს რა თქვი. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება საქართველოში თავისი იმით, რაც როგორც დაგხვდათ ჩვენი ქვეყანა და სამშობლო. და როგორ დაგხვდათ ეგ არის? როგორ დახვდა, გააჩნია რა შევადარებთ. ახლა 90-იან წლებს შევადაროთ, როდესაც მე აქედან წავედი, თუ შევადაროთ. თუ ყოველი ჩამოსვლის შემდეგ როგორი კი, ხდება, ეგეც იმიტომ რომ საინტერესოა. 90-იან წლებთან შედარებით ძალიან სხვანაირია. და არა მხოლოდ უკეთესი, რაღაც თვალსაზრისით გავარესებული და არ მინდა ახლა რაღაც ნეგატიური ტონი შემოვიტანო და საუბრის დასაწყისში. ეგეც უნდა თქვა, სიმართლეა. 90-იანი წლები იყო ძალიან კორუმპირებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, უშუქო. მე ჯავახიშვილში ვიყავი ასპირანტი და გასაგები იყო ჯავახიშვილშიც უნივერსიტეტში დარჩენა როგორც ასეთი შეუძლებელი იყო თუ ვინმე არ ყავდა პატრონი. აი 90-იანი წლების ტერმინოლოგია რო გამოვიყენო. პროტექციის სისტემა. ზუსტად ხვდები, იმიტომ რომ მე მგონია რომ მე და ბესო ერთი თაობის ადამიანები ვართ და თან გოგოებისთვის კიდე უფრო რთული იყო. ანუ ერთადერთი გზა განვითარებისთვის იყო ქვეყნის დატოვება, ხო? ალბათ. ქვეყნის დატოვება იყო ძალიან რთული მაშინ. შედარებით, ახლა ვიზები გვჭირდებოდა განსაკუთრებით ამერიკაში. და იყო პროგრამები, გაცვლით პროგრამები, რომლიდანაც მიდიოდა სულ რამოდენიმე. დიდი კონკურენცია დიდი კონკურენცია როგორ იყო. წახვედით, ხო? აი მე მგონი ჩვენ შემთხვევაში მე გამიმართლა ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ მე ქუთაისელი ვიყავი და რატომღაც მგონია, რომ იმ წელს რეგიონიდან უნდათ ვიღაცაების წაყვანა. რეგიონებში არის ხოლმე განსაკუთრებული კვოტა ამ შემთხვევაში და ალბათ მე ამის თავჭრილება დამჭირ სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მე არ აღვიქვამდი საკუთარ თავს ან ინგლისურის უკეთ მწოდნეთ ან უკეთეს ასპირანტად ჯავახიშვილში სხვებთან მიმართებაში და რატომღაც ასე გამოვიდა. თუმცა მომზადებული ვიყავი გასაუბრებისთვის, ტესტისთვის და სამ პროგრამაში ვიღებულობდი მონაწილეობას და ინგლისურიც მაშინ ვისწავლე გაგეცინებათ და ქსეროქსზე გადაღებული ბონკის სიგნით. ბონკის სიგნიც ჰქონდა, მაშინ სოროსის ფონდი იყო, იქ დავდიოდი, ვიჯექი ვიზეპირებდი. და სხვათა შორის ამერიკაში რო ჩავედი 20 რომელი წელი იყო 25-26 წლის წინ. საკმაოდ კარგად ვწერდი. ინგლისური. მაგრამ ვერ მეტყველებდი და არ შემეძლო ძალიან გამიჭირდა, მაგალითად მაშინ TOEFL-ს რო ვაბარებდი, TOEFL-ის ერთ-ერთი ნაწილი იყო comprehension, ასე გაგება. ეს ყველაზე მეტად მიჭირდა, მაგრამ წერა და გრამატიკა ყოველთვის ნორმალურად ჰქონდა. აი შედარებით თვითნასწავლი ადამიანისთვისაც და შეიძლება საბჭოთა სკოლის რას გადავეკიდი ამ არა, საბჭოთა მე პერიოდს, მგონი მაგრამ მართლა არა, ეს იყო მეთოდი, რომ აი ეს განსაკუთრებით თან უფრო რთულია წერა.
სინამდვილეში, ვიდრე ლაპარაკი, ანუ გრამატიკულად სწორად იყო, მაგრამ აი მეც ესე ვიცოდი ინგლისური რა, ანუ ამის თქვა მინდა, რომ წერით უფრო. უფრო წერით და მე კითხვით. მგონი არ უბრალოდ იმიტომ რომ ეგრე საუბრის ნაკლებობა ან იყო. არ შემოდიოდა არა, ნუ იმ პერიოდში არავინ- ჩვენ ყურში არ არის ინგლისური განსაკუთრებით ახლა ქუთაისში ალბათ 2-3 ადამიანი და ისიც უნივერსიტეტის პროფესორები საუბრობდნენ ინგლისურად და იმათაც ჰქონდათ უფრო თეორიული ცოდნა, ვიდრე პრაქტიკული გამოცდილება. თანამედროვე ამერიკული ინგლისურით არ საუბრობდნენ და მე რო ჩავედი და უნივერსიტეტში დოქტორანტი ვიყავი, ერთმა პროფესორმა კითხვა დაუსვა, რომ ეს თქვენი ნაწერიაო, იმიტომ რომ გავკვირდა. ჩემ მეტყველებასა და ნაწერ შორის ძალიან სხვაობა იყო და ახლა მაშინ chat GPT არ იყო, რომ გადამეწერა და რაღაც, მაგრამ გავკვირდა, რომ ეს თქვენი ნაწერი ეს არ იქნება. ხო და მე სემესტრის განმავლობაში დარწმუნდა რომ მართლა ასე ვწერდი, მაგრამ მეტყველება მქონდა საშინელი. მაინდა-მაინც რა იცი ჩვენ ჩემშვილებს არა ვარ ჩვენ მაინდა-მაინც მეტყველი ხალხი. ჩვენ ვართ უფრო მეთოდი, მათემატიკა, ლოგიკა, სტატისტიკა. აი ჩემი შვილებიც ასეთები არიან. აი მეტყველება უჭირთ. ბევრად უფრო ძლიერები არიან ას ანალიტიკურ საქმეში და რაინ რომელ ენაზე? ნუ რა თქმა უნდა მათი მშობლიური ამერიკაში დაიბადნენ და არის სამწუხაროდ ინგლისური. ქართულს საუბრობთ როგორც დაიბადნენ მაშინვე ჩვენ ძიძა გვყავს უკვე 8 წელიწად ნახევარი. მხოლოდ ქართულად ესაუბრება, მეც ვცდილობ, მაგრამ ნუ მათი ქართული არ არის იდეალური და ეს არის ამაზე ვისაუბრებთ ალბათ, ეს არის გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი. გარემოა, ხო? კაი გადმოსვლის მიზეზი გვინდა, ხო? წასვლა უკვე ვთქვით, რაღაცა კაი სიკეთეც გაუკეთებია ამ საქართველოს თუ მაშინ ესე წახვედით. ერთეული ადამიანების. იცი რა, ხო, მე მგონია რომ ხო, გამართლებაც იყო ალბათ, მაგრამ ზაობაც, ან უნდა გცოდნოდა ეგ და რაღაცა მაგაზე ინფორმაციაც არ იყო მაშინ. შესაძლებლობების ნაკლებობა იყო, ეხლა რომ ყველა შეუძლია რომ სხვადასხვა პროგრამით წავიდეს, ესე არ იყო მაშინ. არ იყო ბევრი არჩევანი და კონკურსიც იყო დიდი, მაგრამ არ ვიცი, მე ძალიან მინდოდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავდი. ახლა ნუ მახსოვს ჯავახიშვილიდან გამიშვეს მარნეულში გახსნეს მაშინ ჯავახიშვილმა თავისი ფილიალი, რომ ქართული ენის პოპულარიზაცია გაეწიათ. მე რატომაც ასე შთაბეჭდილება მაქვს თუ მეშლება ბოდიში. ხო და გვიშვებდნენ ასპირანტებს, რომ ქართულად გვესწავლებია. და დავდიოდი კვირაში ორჯერ რაღაც სამარშრუტო ტაქსით ან ვიღაცას მივყავდი და ხელფასი იყო 50 ლარი. ნუ მაშინ თითქოს და რაღაც იყო, მაგრამ მაშინაც მიზერული თანხა იყო, იმიტომ ჩემი ქირა იყო 50 დოლარი და ძალიან დიდი სხვაობა იყო და მახსოვს რომ შევედი ამ ჯგუფში და სულ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები იყვნენ, სულ ბიჭები. არც ერთი გოგო არ იყო. მაშინ ეხლაც კი არის ეს პრობლემა. გოგოების აი უნდა წავიდე ერთი უნდა ვნახო რა ხდებოდა. და რო შევედი და ქართულად დავიწყე მეტყველება, წარმოდგენა არ ჰქონდათ. და მე ახლა რუსულ სკოლაში ვსწავლობდი ადრე და ნუ სისხლის სამართლის პროცესს ვასწავლდი რუსულად. ანუ ეს იდეა რომ იქ გავგვიშვებდნენ და ქართულის პოპულარიზაცია მოხდებოდა, არ გამოვიდა. ხო, ენა არის. რომელ წელს წახვედით? 2001. 2001. გავივარჯე კონკურსში და ანუ ამას ვიძახი რომ ჩემი ალტერნატივა იყო ეს, რომ მემუშავა ასეთ გარემოში, რაც მე სიმართლე გითხრა ძალიან მაინტერესებს ეს იდეა რომ რეგიონებში იცხოვრო და იმუშაო და სიმართლე გითხრა საქართველოში სიამოვნებით სოფლის სკოლის მასწავლებელი ვიქნებოდი. მართლა ეს ძალიან მაინტერესებს. ახლა უკვე ინგლისურის მასწავლებელი შეგიძლიათ იყოს. ინგლისურის მასწავლებელი ან შემიძლია ახლა სოციოლოგიას არ ვიცი სკოლაში ასწავლენ თუ არა, ისტორია ვასწავლო, რაღაცები ვასწავლო შემიძლია. მათემატიკაც კი რაღაც თონეზე, ახლა იმიტომ სტატისტიკა მე რასაც ვაკეთებ, ვიყენებ სტატისტიკურ მეთოდებს სისხლის სამართალში და უკვე ეს ძალიან ისეთი ცნობილი ენა გახდა ჩემთვის და მაინტერესებს რეგიონების განვითარება, შესაძლოა იმიტომ რომ მე თვითონაც არა ვარ თბილისიდან, რეგიონების განვითარება ჩემთვის იქნებოდა არ ვიცი, დიდი პრივილეგია, პატივი და ასევე სტრატეგიული დანიშნულების მიზანი. აი ქუთაისიდან ხართ. კი, ქუთაისში გადახვიდოდით საცხოვრებლად. მე სულ გადავიდოდ ქუთაისში საცხოვრებლად. ძალიან კარგი ქალაქი. სამწუხაროდ ქუთაისი დაცლილია. ემიგრაციით და თბილისი ყოველთვის იზიდავდა ქუთაისის ინტელექტუალ ბირთვს. და ეს არ არის ახალი პრობლემა, ეს ყოველთვის ასე იყო. ისტორიულად, აი ვინ უნდა ვიფიქროთ თბილისში, ვინც არ იყო ქუთაისის გიმნაზიის
კურსდამთავრებული, ხო? წარმოუდგენელია ესეთი ადამიანის პოვნა, ძალიან ხშირად. ქუთაისი ძალიან მიყვარს, ძალიან დაცლილია. და შესაძლოა ადრე თუ გვიან ესეც გავაკეთო, მაგრამ ჯერ პატარა ნაბიჯით მოდი ცდით როგორ ისწავლიან ბავშვები აქ სკოლაში, როგორ შეეწყობიან ამ გარემოს. თბილისი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ამ არქიტექტურის გამო, რომელიც შენარჩუნების დიდი იმედი მაქვს. რომ ეს რაღაც ისტორიული ძეგლები აღდგება თან პროფესიონალურად და არა ისე როგორც რესტავრირება ახლა ხდება, როდესაც ხედავ უკვე 2-3 წელიწადში რაც რესტავრირებული იყო მართლა ზოგჯერ 1 წლის წინ უკვე არის დაზიანებული და არავითარი პასუხისმგებლობა არავის კისერზე არ არის. ეს არის ჩვენ ტკივილი ნამდვილად განსაკუთრებით. ისე ამიტომ ჩამოხვედით. სოფლის მასწავლებლობის აიმე გამო. სოფლის სიმართლე გითხრა ამას არ ხუმრობ. ჩემთვის ეს იქნება ძალიან აბსოლუტურად გასაგებია. სოფელში ცხოვრება ჩემთვის იქნება ძალიან ჩვენი. მე ძალიან მაგ მხრივ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ცხოვრებით ვცხოვრობ და პრივილეგირებული ცხოვრება მაქვს ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მშვენივრად მექნებოდა პატარა ეზო, პატარა ყანა, პატარა სოფელი და ვიცხოვრობდნენ ძალიან იდეალურად. ამის პრობლემა არ მექნებოდა. ალბათ შეიძლება ეს მოხდება ბავშვები რო უნივერსიტეტში სწავლენ. მაინც როგორ გადაწყვიტეთ? რატომ გადაწყვიტეთ? თითქოს უკვე გასაგებია, მაგრამ მაინც მოვისმენთ სიამოვნები და როგორ? როგორ? ეხა ამ დროს. რატო? მაინც და მაინც ეს ხო? მე მგონი რომ გუშინაც შეგეძლოთ და ხვალაც შეგეძლებოდათ. დღეს რატომ? ეხა. თან ჩვენმა კოლეგებმა იქ ჩაგწერეს. ესო ვნახე და იქაური ამერიკული ცხოვრება და თქვენი იქაური პორტრეტი ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო და აი მაგას რო უყურებ, მე კიდე უფრო მეტად მძაფრად დგება და ეკითხვა. გიკვირს ხო რაღაც. რატო ეხა? არ გიკვირთ ეს კონსპირაციულ თეორიებს რო წერენ Facebook-ზე ჩამოდის აქ გეი პროპაგანდა გადავითარ პოლიტიკაში შევიდეს ან რაღაც ისეთი ისეთ აზრებს მაწოდებენ ძალიან საინტერესო ვარ. დიდი ხანია ჩვენ ეგეთი პროპაგანდების აღარ გვჯერა, შეჩვეული ვართ ერთი და უბრალოდ მე აღარც ვეცნობი მართლა. იცი, როცა ალბათ ამას საკუთარ თავზე გამოცდი, ეს კიდე უფრო სხვა გამოცდილებაა, ხო? და მოულოდნელიც რაღაცნაირად. ანუ არის თუ არა, თან რაღაცნაირად ცოტა არ ვიცი რას გავს, ხო რა? აი ამ ველური ტექსტებით არ სხვა რა დავარქვა, არ ვიცი, ხო? არა უშავს ეს თუ ყველაფერი. ამ პროპაგანდის ენაა გასაგებია. რა რეაქცია გქონდათ თქვენ? ჩვენ დიდი ხანია გელოდებით რომ აი ჩამოვა და ჩავწერთ ჩამო, მაგრამ სულ თუ დაბრუნდებოდით, ეგ არ გვიფიქრია ნამდვილად. აი მართლა რა იყო ის რაღაცა რეაქცია, იმიტომ რომ ჩვენ რო გიკავშირდებოდით რაღაც პერიოდი სოციალური ქსელიდან გაქრით და რა იყო ამის მიზეზი? ხშირად არ ვისაუბროთ სიმართლე გითხრათ, არა ვარ ისედაც კომფორტულად კამერის წინ, ეს არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა და ისედაც არ მიყვარს ის იდეა, რომ ხალხი ყოველთვის ეთერში არის და ერთი და იგივე ხალხი და ხალხს ბებსდება. ამასაც ვითვალისწინებდი. ბევრი კითხვა იყო და დავიწყებ იმით, აი ზვიად მაისაშვილი ხო არ მეშლება გვარი? არა. ეს იყო ბიჭი, რომელსაც სახეში ჩაახეთქეს ორჯერ ჩეკმა, რუსული ჩეკმა. მე ალბათ დღეს აქ არ ვიქნებოდი ყოველგვარი დრამატურგიის გარეშე, რომ ეს კადრები არ მენახა. 9 საათში ბილეთი ვიყიდე და 3 საათში უკვე თვითმფრინავში ვიყავი გადმოფრინდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოებრიობის დეგრადაციის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი. აი იქედან შემდეგ ყოველ თვეში ჩამოდივარ, რა თქმა უნდა, აქციებში აქტიურად მონაწილეობ და დავინახე ის საქართველო, რომელსაც მეშინია, მაგრამ ამავდროულად ის საქართველო და ის ხალხი, რომელიც მე არ ვიცოდი თუ არსებობდა. თან ამდენი კარგი ხალხი, მე არ ვიცნობდი ასეთ ამდენ საინტერესო ხალხს საქართველოში. შეიძლება სხვა კრიტერიუმები მქონდა 90-იან წლებში, მაგრამ ბევრად საინტერესო თაობა წამოვიდა და ხალხი, რომელიც მე დავტოვე 90-იან წლებში, ბევრად საინტერესო ხალხი გახდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს ტყუილად დაკარგული დრო ეს არ არის. რაღაც ხდება და გულწრფელად შემიყვარდა ეს ქვეყანა უფრო მეტად და ამავდროულად შემეცოდა, რომ ასეთი პოტენციალი გვაქვს, ასეთი ისტორიული შანსი გვაქვს, რომ ჩვენ ეს საქართველო ვიყოთ, რომელსაც ახლა ვხედავ და აღფრთოვანდი ამით და ეს ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს თაობა ალბათ ემიგრაციაში წავა, ან ციხეში იქნება,
თანადგომა ყველა პოლიტპატიმარს პირველ ყოვლისა ამით უნდა დამეწყო. ან ჩუმად იქნება საზოგადოების უმრავლესობა ამას აკეთებს და ელოდება რაღაც საერთაშორისო ტრიგერს, რომ რაღაც გამოვიდეს. ეს მოვლენები თანათანობით განვითარდა, მაგრამ ამავდროულად პარალელურად იმის რეალიზაცია, რომ მე მინდოდა ჩემს შვილებს ჩამოყალიბებოდათ ქართული იდენტობა და ახლა ქართული იდენტობა ყველასთვის რაღაც სხვა არის. ჩემთვის ეს არის ძალიან მარტივი. საქართველოს სიყვარული, ქართული ენის ცოდნა და სიყვარული. ძალიან იოლად და პრიმიტიულად განსაზღვრა, მაგრამ მე ამას ასე აღვიქვამ. და თუ ისინი საქართველოში არ იცხოვრებენ, იქ რთული იქნება ამის რთულია. შესრულება. აი ზაფხულობით ჩამოვდივართ, ენას მართავენ, შემდეგ მივდივართ 9 თვე ავიწყდებათ, შემდეგ ჩამოვალთ. აი ზაფხულობით აქ ჩამოსვლა არ არის საკმარისი. ამ გარემოს გასაგებად, შესაძნობად. გასაგებად, გეთახმებით. ხო და სანამ ჰაისკულში წავდნენ, ჰაისკული არ ვიცი ქართული ექვივალენტი. უმაღლესი დამამთავრებელი. დამამთავრებელი, მე-19, მე-12 კლასი. ჩვენთან არ არის გაყოფილი და ამიტომაც. მე მათი გადმოყვანა და პროგრამის არევა იქნებოდა ძალიან რთული. იმიტომ რომ უნდა სტრატეგიულად უნდა მოემზადოთ უნივერსიტეტში თავისი ცხოვრება. ჩასაბარებლად უკვე ის იწყება მე-9 კლასში. მე ხო პროფესორი ვარ და ეს ვიცი, ეს მე-9 კლასს თუ გამოტოვებ, ძალიან რთული არის კარგ უნივერსიტეტში მოხვედრა და ახლა მაქვს 12 წლის ხდებიან უფროსები და ახლა მაქვს ეს კრიტიკული რამოდენიმე წელი, რომ ეს გავაკეთო. დიდი ალბათობით ამერიკაში სწავლენ უნივერსიტეტში, მაგრამ გავყვებათ ეს სიყვარული, რომ ოდესმე უკან დაბრუნდებიან. თვითონ უნდათ, ან რა მოლოდინი ქონდათ ჩამოსვლისას და რა რეაქცია ქონდათ, რომ გაიგეს, რომ გადმოდიოდით? როგორ აუხსენით ეს ამბავი ხო? მე ჯერ დავიწყე კითხვებით, მოგწონ საქართველო? სანამ არ მივიღე პასუხი, კაფიო პასუხი დიახ, მანამდე მეორე კითხვაზე არ გადავედი. გადიხილავ თუ არა გადასვლას და ექსკოლაში შესვლას. იურისტი ვარ და ხო იცი ეს ტექნოლოგია ხალხის დარწმუნების კარგად მაქვს დამუშავებული ბავშვი. მანიპულაცია. არა, აქ რომ ძალიან უყვარს მართლა. სასარგებლოდ, ხო. ჩემს შვილები სიყვარულს ღებულობენ საქართველოში იმდენს და იმ ზომის და იმ სიხშირით, რასაც ალბათ ამერიკაში ვერ მიიღებენ, თუმცა ის იდეა რომ ამერიკაში სიყვარული არ აქვს და ოჯახები არ აქვს და მშობლობა არ იციან და ბაბუობა, ეს არის ეს თემას რაღაც ერთ დღეს მითი აბსურდული შეურაცხყოფელი ამ ხალხისთვის. მე იქ მშობლები გვყავს ჩვენ ჯგუფში, მე იმათ ვერასდროს ვერ შევადრები. საოცარი დედები, მამები, ბაბუები, ბებიები. ამერიკელები, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მე მგონია რომ ერთ-ერთი ისეთ მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული ფასეულობების ხალხია, ხო, აი ოჯახის. მე რატო ეს კონსერვატიული? ხატრული ლიტერატურიდან გამომდინარე. ხო, ნუ შეგვიძლია სხვა სახელით დავარქვათ. ჩვენ რასაც უწოდებთ ხოლმე. ბავშვი სკოლაში მიყავს და ეკითხება დღეს რა კენი და რა ნიშანი მიიღე და სხვებთან როგორ ითამაში და მასწავლებელი როგორ მოგეპყრო, ეს არ არის კონსერვატიული. არა, ოჯახის ინსტიტუტს და იმას გულისხმობ, აი დიდი ოჯახიც, ბებია, ბაბუები, მრავალშვილიანი ოჯახები, ხო, აი ის რაც ჩვენც გვიყვარს და ჩვენც ვაბაყობთ. ისე დაგვიხასიათე რა, როგორები არიან. ამერიკელები. ხო. ქართველები როგორები არიან იცი? აი ამერიკელები როგორი, ხო. განსხვავებულები ერთმანეთისგან, როგორც საქართველო. ძალიან განსხვავებული ყველანაირი კატეგორიის ხალხია. ხო და სანამ წამოვიდოდი, ახლა დედა ჩემი მეუბნება, რომ ვიღაც სოციალური მედიით ავრცელებს, ვიღაც ქართველი დადის ფილადელფიის და სან-ფრანცისკოს ქუჩაში და იღებს ნარკოდამოკიდებულ ხალხს და ეს აქ ძალიან დიდი ამბავია და ესაც ხო რუსული პროპაგანდის რა თქმა უნდა ნაწილია. და რა თქმა უნდა არის ნარკოდამოკიდებულება და რა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა, მაგრამ ეს არ არის ამერიკა, თუმცა ესეც ამერიკის ნაწილი არის, მაგრამ ეს შედარებისთვის მაინტერესებს, ხო? მე გითხარით, რომ გაუცებული ვიყავი რაღაც სტერეოტიპებით მე ჩავედი ამერიკაში და სანამ შულები არ მეყოლა და სკოლაში სიარული არ დავიწყე, ეს მანამ 16 წელი ნიუ-იორკში ცხოვრობდი და ამას ისე ვერ ხედავ. აი რო გადავხვა მაგალითად მე ახლა მაიამიში გადავედი და suburban როგორ იქნება, აი ქალაქ გარეთ ცხოვრების სტილი ცხოვრობ და ხედავ, აი საოცარი ოჯახები და საოცარი რა ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვს და რა პატივისცემა იციან. ახლა შეიძლება თუ ადამიანმა დაგერეკა რომ მოვალ შაბათს და გნახავ, ეს არ უნდა იყოს რომ გაუცხოება არის და აი მე მშობელი ურეკავს შვილს და უთანხმებს და ეს ჩვეულებრივი რამე, ახლა ეს არაფერს არ გულისხმობს. ისე უყვართ საკუთარი შვილები და შვილიშვილები,
როგორც ქართველებს. ამაში ვარ დარწმუნებული. ეს თანამედროვე სამყარო მოიტანა და ჩვენთანაც შემოდის ნელ-ნელა, რომ დაგეგმო, რომ მე რომ მივდივარ სტუმრად ვინმესთან, თუნდაც დედაჩემთან უნდა დავგეგმო. იმიტომ რომ შეიძლება არ ეცალოს. სხვანაირი ტემპი არის ხო ცხოვრების. კი, ამაში მე პირადად ვერაფერს ვერ. თუმცა აი ერთი რასაც ჩივის ხოლმე ამერიკაში გადასული ქართველი ამბობენ, რომ აი სპონტანურობა აკლიათ რა, აი უცბად გავედი დედაენაში და მეგობრები ვნახე, ესე არ ხდებაო. სპონტანურო საერთოდ ცხოვრება უფრო სტრუქტურული არის. ძალიან რთულია. აი ეს მითი რომ ამერიკაში ცოტას მუშაობენ და ბევრი ფული აქვთ არის აბსურდი. მე მახსოვს 10 წელი ისე გავიდა, ერთი დღე არ დამისვენია განათლებასა და შრომას შორის. აი შაბათ-კვირის არ არსებობდა რა შაბათ ვერ წარმოვიდგენდა დღე იქნებოდა მე დავშვებდი და ტელევიზორს უყურებდი. ესეთი რაღაც არ არსებობს და ეს არ არის წარმოუდგენელი. ამერიკაში ძალიან ბევრ შრომობს ხალხი. ჩემი მეუღლეც ისეთი არის. ყოველ შაბათ-კვირას მუშაობდა. ეს იყო ჩვეულებრივი რამე და არა გაქვს სპონტანურობის თავისუფლება არა გაქვს. თუ შენ კარიერას და იქ თუ 20-იანი წლების ასაკში, აი 20-დან 30 წლამდე თუ არ იმუშავე, შემდეგ ამის კომპენსირება არის ძალიან რთული. გამოტოვებ. და ევროპაში უფრო ეს არის დრო, როდესაც მოგზაურობ, სასწავლო თავგადასავლებში ერთვები, წიგნს კითხულობ, რაღაც ეს ყველაფერი არა, ამერიკული ცხოვრება ძალიან სხვანაირია. აი 18-დან 30 წლამდე განსაზღვრავს მთელი ცხოვრების ტრაექტორიას და ხალხს თავი აქვს გადადებული და მართლა ძალიან შრომობენ. მაგრამ ისვენებენ აი სპონტანურობა ნამდვილად შესაძლებელია 50 წელს რო გადაშორდება. ეხლა მე მაქვს უკვე იმის ფუფუნება, რომ ვიცხოვრო უფრო თავისუფლად საქართველოში არ ვაპირებ მუშაობას, ნუ ქველმოქმედების თვალსაზრისით შეიძლება უნივერსიტეტში ვასწავლო, ვიღაცებს დავეხმარო, როგორც ნებაყოფლობით volunteering როგორ არის მოხალისეობრივად. მაგრამ ახლა მექნება მაგის ფუფუნება, იმიტომ რომ ეს პერიოდი გამოვიარე. და მესმის სპონტანურობაში ძალიან ბევრი დიდი ხიბლია, ევროპა იმიტომ ხიბლავს ხალხს, ამით ევროპელები და ამერიკელები განსხვავდებიან. აი ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ შენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები არის ძალიან პატრიოტული. ოღონდ მოდი აი შევთანხმდეთ, მაგრამ კონსერვატორული. ხო. და მაგრამ პირადს რას გულისხმობ, იცი? ეს კარიერა, იმ დღეს ვკითხულობდი, ვუყურებდი, ფოტოები ვნახე ამდენ შტატში თქვენს მიერ აღმოჩენილი მეთოდი თუ მეცნიერული, ხო? აი ისწავლება, ინერგება, ხო, როცა ამხელა რაღაცას აღწევ. აი ესე გისმენენ. აი მარტო იმდენი ფოტო ვნახე, მოვუსმინე თქვენ გამოსვლებს, რაც აი ამის შეველია, ამას ეგ როგორია, ეგ არ ვიცი. ხა შვილების საკეთილდღეოდ ქვეყნისთვის ყველაფერი გავიგე და მართლა მადლობა. და მართლა საამაყოა, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ აი როცა პირადად ასეთი რამ გაკეთებული ნაშრომი, მაგ რა ხდება? რა თქმა უნდა, გარდაიკარგება, მაგრამ აქ როგორ გაგრძელდება? მე ახლა ვარ ფლორიდის უნივერსიტეტის სისტემის პროფესორი, სრული პროფესორი და რეზიდენტი უნდა იყო ფლორიდის, რომ შეინარჩუნო. 1 წელი ამ სამსახურში შევინარჩუნებ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც საინტერესო თავგადასავლები დაიწყება. მე რატომღაც მეცნიერი ვარ და ახლა ბედის წერაზე და რაღაც საოცრებების არ მჯერა გულწრფელად გითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქართველოში ძალიან კარგი ხანა დადგება. აუ, მაგისი ძალიან გვიჯერა ჩვენ. ეგ რო არის. აი, ძალიან გვიჯერა. აქაც იმიტომ ვხედავთ და მიგრაციაზეც იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ეგ ძალიან დიდი ძალა იქ არის და აქ გვიჯერა. საქართველოს რენესანსი დაიწყება ახლა. კი, მაგის გვიჯერა. ძალიან მალე. და ამის გამოტოვებაც იქნება დანაშაული. დაალაგებულ ცხოვრებაში, ანუ თან მე მგონი რაც თქვა მანამდე, რომ აი 50 წელს უკვე მე ეს არის ფუფუნება, ხო? ამას მივაღწიე, შემიძლია სხვა ტიპის ცხოვრება ავირჩიო, მინდა ვიმოგზაურებ, მინდა ჩემ ქვეყანაში ვიცხოვრებ და ალბათ არჩევანიც ეგეც რაღაც ფასეულობითი ამბავია, შვილების სასარგებლოდ გაკეთდა, ხო? და არა საკუთარი კარიერის. მაგრამ გულწრფელად ყველაზე გულწრფელად რო გითხრა, მე მინდოდა გადმოსვლა. ეს არის მარტივი პასუხი, მე მინდოდა გადმოსვლა. მთელი ცხოვრება ემიგრანტი ვარ. და ძალიან მინდოდა და მე ვფიქრობ, შეიძლება ამას მიზეზად ვიყენებ ახლა შვილებთან ამ ყველაფერს, მაგრამ არა, მე მგონი ჩემი შვილებიც აქ ძალიან ბედნიერნი იქნებიან. იქნებიან და გლენი?
გლენიც იქნება ძალიან ბენი, გლენი ძალიან ის მაინც ამერიკელია. შენ ქართველი ხარ. გასაგებია, მაგრამ მე რა ძალიან ამერიკელი უყვარს. ბესობა ჩვენი თვითცხოვრა მეგობრები. გლენთან ამდენი წელია და გლენმაც იცხოვრა მას გათხოვა საქართველოში. მოუწია. ხო, და საერთოდ გლენს ყავდა არაჩვეულებრივი მშობლები. არაჩვეულები, ვაიმე, ისე ჩემზეც გაგიჟებული და რა ვიცი, ძალიან თბილები. მაგრამ გლენი ყავდა ძალიან გვიან ასაკში, მაშინ 40 წელი იყო, ძალიან გვიანი, ამერიკაშიც კი და გარდაიცვალენ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალენ. ხო და გლენს არ აყავს დედა, იცი, დაცმა ყავს შორეული ნათესავები და იქ არ აყავს ახლა ასეთი ნათესავი, როგორც მე მყავს დედა ჩემი და მამა ჩემი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, დედა ჩემი ბავშვებზე გიშდება. ყავს ძმისშვილები, დიშვილი აქ, ჩემი და სხვა შორის ემიგრანტია და ლონდონში არის მის ქმართან ერთად ინჟინერია, კი. კი, და იმანაც უკვე დაიწყო, ვაიმე, შენ იმდენს იზამ, რომ მეც გადმომიყვალო და ეს არ გამაკეთებიო, არ ვიცი რას გიზამო. უკვე ვიჭვის იქ. თუ აქვს მაგის ფუფუნება, რატომაც? ის შედარებით 6 წელია, თუ 7 წელი და აქ ალბათ აქვს ფუფუნება და ანუ ყველას აქვს ხო ალბათ რაღაცნაირად გადაწყვეტილების, ანუ ამის შესაძლებლობა, რომ ეს ხო გადაწყვეტილებაა, არჩევანია. აი, რაც წეგან თქვით, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება არის. არჩევანია ნამდვილად. მთელი ცხოვრება ვიყავი ემიგრანტიო. იმის მიუხედავად, რომ იყავით წარმატებული, იმის მიუხედავად, რომ ოჯახი იქ შექმნით, აი, ეს ემიგრანტობა, როცა დაყვება მუდმივად, ალბათ მაშინ ფიქრობ გადმოსვლაზე, იმიტომ რომ ზოგი აღარ გრძნობს თავს ემიგრანტად. სხვადასხვა მე ამერიკაში თავს ემიგრანტად არ ვგრძნობ. არა? აი და მე თქვით მაშინ რომ მთელი ცხოვრება საუკუნეა როგორ არა. მთელი ცხოვრება ემიგრანტი ვარო. აი ამერიკა არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია თავი არ იცნო ჩასულად. სხვა ქვეყანაში ამას ვერ გააკეთებ. ერთ-ერთი ქვეყანა არის. მე ამერიკაში თავს არ ვცნობ ახლა ჩემ კათედრაზე მაგალითად 28 ადამიანი, ალბათ აქედან 24 ამერიკაში დაბადებული, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არც ერთ საუბარში არ იმწვდია მე ვარ ჩასული და თავსაც არ აღვიქვა მასე. ალბათ რა არის, მე არა მაქვს ასევე კომპლექსია, მე არა ვარ კომპლექსიანი ადამიანი. თავს გზნობ კომფორტულად, ღიად გეი კაცი ვარ და ჰომოფობიურ გარემოშიც კი, იმიტომ რომ ეს რატომღაც მაქვს რაღაც დამცავი. ხო და იქაც ძალიან მე ამერიკა ძალიან მიყვარს. ამერიკა მომცა ის საშუალება, რომელიც მე არასდროს არ მექნებოდა, მაგალითად მე შულები არ მეყოლებოდა საქართველოში რო ყოფილიყავი. ჩემი შულები დაიბადა ჩვენ ორი მამაკაცი ვსდით, სუროგაციით და ჩემი შულები უბრალოდ არ იარსებებდნენ. მე ვერ ავირჩევდი. იმიტომ მე ვერ ავირჩევდი ისეთ ცხოვრებას, სადაც მოტყუებით ვიღაცას და რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანს დავქორწინდებოდი და შემდეგ ჩემი პირადი ფარული ცხოვრება მექნა. მე ამას ვერ გავაკეთებდი, მე ამაში დარწმუნებული. ამიტომაც შულები არ მეყოლებოდა. ნუ საქართველოში გამოდის ამერიკაც. ამერიკაც არის სამშობლო, მაგრამ მე საქართველოს უფრო მიყვარს. ხო, გასაგებია. და აი კიდევ ერთი კითხვა, ჩემი ტრადიციული ყველას უსვამ. იდენტობა სად ჩამოყალიბდა თქვენი იდენტობა, აქ თუ იქ? არ ვიცი ახლა იდენტობა რა, ეს ძალიან კომპლექსური რამე. იდენტობა ჩემი სპეციალობა, ჩემი აზროვნება, მაგალითად მე ფემინისტი ვარ, ესა ჩემი იდენტობის დიდი ნაწილია. მამა, რომ მკითხო პირველი იდენტობის ჩემი პირველი დამახასიათებელი იქნება მე ვარ მამა. იმიტომ რომ ამას საზღვრავ იმის და მიხედვით ჩემი ცხოვრების დროის რა პროცენტი არის მიმართული რაღაც საქმიანობისადმი. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მიმართულია შულების აღზრდისადმი, მათი განათლებისადმი, ჯანმრთელობისადმი. მე პატარა გოგო ძალიან ავყავდა, ფაქტიურად სიკვდილს გამოსტაცეთ. ხო და ეს არის ჩემი ახლა იდენტობის დიდი ნაწილი. ესენი რომ ამათ რომ უნივერსიტეტში გავიშვებ, მე შეიძლება რაღაც სხვა იდენტობამ უფრო დამზრიოს. წამოიწიოს წინ, ხო და აი მეც ესე მგონია რომ რაღაცა სადაც იძერწებია ესე, აი სადაც ბევრ დროს რაღაცას უთმობ, ანუ მეც ბევრჯერ მithქვამს რომ დედა არის ჩემი იდენტობის მთავარი მახასიათებელი. შეიძლება, ხო? ანუ ბევრ დროს რასაც უთმობ, სადაც ძერწავ შენ ღირებულებებს თუ ფასეულობებს, მე განსაზღვრავს ხოლმე იდენტობასაც. და ეხლა თამთას რო უპასუხეთ, რომ ამერიკაში თავს არ გრძნობდი არც ემიგრანტად და ძალიან კომფორტულად ვიყავი, ანუ თქვენ იდენტობაზე რაღაც გავლენა მოახდინა მაინც გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, მე რო ამერიკაში ჩავედი, ჩვენ საქართველოში მაშინ ინტერნეტი ვქონდა, მხოლოდ რამოდენიმე ოფისში ჯავახიშვილში. ხო და მე რო ჩავედი, მე ვიყავი დარწმუნებული, რომ მე ვიყავი რაღაც დაავადებული, ჰომოსექსუალი და რაღაც თავი უნდა განმეკურნა, დამემალა, ეს სტიგმა მე მქონდა.
ახლა ნუ ამის გამო ძილს არ კარგავდი, მაგრამ ნუ ეს რო ვინმესთვის გამემხილა, ეს იქნებოდა, რა ვიცი. ახლა მესმის მე როგორც არის ბევრი საქართველოში. ხო და ნუ ახლა ეს ამ გადმოსახედიდან, აი თუ რამეს ცხოვრებაში ნანოფ არის ეს რომ 23 წლამდე ვიცხოვრე შიშებში ანუ ვიღაც ჰომოფობის აზრი განსაზღვრავდა ჩემს ბედნიერებას. ეს ახლა მწვენია. რომ ამას რომ ამბობ, რომ ვიღაცას ასეთი ძალაუფლება მივეცი, რომ ჩემზე ასეთი კონტროლი ქონოდა. და ეხლა რა მაგრამ არის? გარემო იყო ხო, ეგეთი. თქვენ არ მიგეციათ. ანუ ეხლა თქვით, რომ ეხლა მესმისოთ, დღესაც ქართველი ბიჭები ალბათ განიცდიან იგივეს, არა? არ გიფიქრიათ ამაზე? როგორ არ მიფიქრია და უზარმაზარი სამეგობრო წრე მყავს. როგორ არ მიფიქრია და მე ყველას იდენტობას ვიცავ ყოველთვის, არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა ჩემი ყოველთვის ჩანაწერი არასდროს არავის იდენტობა არ გამიმჟღავნებია. იმიტომ ყველამის ეს ნაბიჯი თავად უნდა გადადგას. მაგრამ შეუძლებელია ბედნიერების პოვნა თუ შენ საკუთარ თავს უარყოფ. და რაც არ უნდა მარწმუნონ ჩემმა მეგობრებმა, რომ რა იცი, არავის საქმე არა, არავისთან აღრაფრის ახსნა არ მჭირდება. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და არაფერს არ ვიკლებ. ანუ ვიქნებით ჩუმად. ამას არ ამბობენ, მაგრამ ეს იგულისხმება და ეს არ არის. მე არ მინდა ვყავდეს შეყვარებული ან მეუქმარი და არ მინდა შვილები და რა პრობლემაა? რა არიცი, არ არის პრობლემა თუ ეს მართლა გულწრფელი არჩევანია. თუ ეს ქონდა არჩეული ეს ფორმა შენი ფორმა არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა. არც ქალი არ არის აუცილებელი, რომ დედა გახდეს და არც კაცი მამა გახდეს და არ არის აუცილებელი, რომ ხალხი დაქორწინდეს და არ არის აუცილებელი, მაგრამ არის კი ეს გულწრფელი არჩევანი ამ ხალხისთვის და ეგ არ ვიცი. აი ეს არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ ახლა ყველა სანაცვლოდ მე ამას ვერ ვიტყვი. რაღაცა ძალა უნდა მოიძებნოს ალბათ საკუთარ თავში, ხო? თქვენ მოძებნეთ ამერიკაში. რთულია იმ სისტემაში, სადაც ყველაფერი თითქოს და გებწვის. სახელმწიფო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ახდენს დემონიზაციას LGBT თემის. ეკლესია, რა თქმა უნდა, ახდენს დემონიზაციას. ოჯახები უარყოფენ ასეთ შვილებს. საზოგადოებაც დიდწილად. და რთულია ამ ყველაფრის გამკლავება, აი ბრძოლით იხლება ადამიანი და მე ამის ხომ ესმის. მე ალბათ 20 წლის წინ ეს ძალა არ მექნა. მე ხლა მეუბნებიან ხშირად, შენ ახლა საქართველოში გეცხოვრა, გონია ასე ისაუბრებდი? აი არ ვიცი. რაღაც მე მაქვს ეს სიჯიუტე და თავისადმი პატივისცემა ალბათ მაინც ვიცხოვრებდი. მეც ესე მგონია. ანუ პიროვნული ეგეთი შინაგანი ძალა გაქვს. სურვილი ამის გაცნობიერება შეგიძლია და ამას მედგრად იცავ, ანუ შენ უფლებას რა, რაც შენ გინდა. არ მეთანხმები? ვერა. იმიტომ რომ აბა, მე არ მეგეთა ვიცნობ სხვა ესეთ ღია გეი ადამიანს, რომელიც ესე თავისუფლად ლაპარაკობს ამაზე და პლუს ფიქრობს მაინც იმაზე, რომ მშობელი გახდეს. გარემო ძალიან ზღუდავს ამ შემთხვევაში. და ამ თემიდან მინდა კიდე ერთი კითხვა დაგისვათ. თქვენ თქვით განსხვავებები, ის განსხვავებები, რაც წახვედით, ჩამოხვედით და დაინახეთ. აი ამ შემთხვევაში რა დაინახეთ? ხალხის დამოკიდებულება როგორ შეიცვალა? ხო, აი ბარემ მაგაც. საქმე იმაშია, რომ გუფელები ვიყავთ. უარეს თუ არა? სოციოეკონომიკური სტატუსი ბევრ ამას ცვლის საქართველოში. და ეს მე მითხრეს ჩემმა გეი მეგობრებმა და გულწრფელად გითხრა არ მესიამოვნა. შენ ქმართან ერთად სურათს დადებ და 5000 ლაიკი გაქვს. მე რო ასეთი რაღაც გავაკეთო, გამანადგურებენ 1 საათშიო. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ნუ შემთხვევაში სოციოეკონომიკური სტატუსი გიცავს და საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს რო პირველად გავიგონე, მე ძალიან არ ყოი ზურგში რაღაც, მაგრამ რაც უფრო მეც ვფიქრობ, არის ეს. მე ბავშვების ფაქტორი ვისაც რა უნდა ისთქვას, მაგრამ მე მაქვს მაინც შემდგარი ოჯახი. წარმატებული მეუღლე, წარმატებული ბედნიერი ბავშვები. ეს რაღაც თვალსაზრისით ჰომოფობებიც კი ამას ხედავენ. მე მიკეთებენ კომპლიმენტს, რაც მათი აზრით კომპლიმენტია, რაც ჩემთვის შეურაცხყოფელია. მაგალითად, ძმაო, შენ არ მაღიზიანებ, კაც მაინც გავხარ.
ხო და ეს არის ძალიან ქართული არის აუ ისები. მართლა უცებ ისე მეცნი. არ ვიცი, ქართულიც არ ვიცი, რანაირია. ხო და ნუ ეგ ძალიან. მაგრამ რა არის ახლა მე ისეთი მისია მაქვს იმ რას მე ამ ხალხსაც ვერ ეტყვი რომ ეს არის ყველაზე ჰომოფობიური და შეურაცხყოფელი რაც შეიძლება თქვა ფიქრობ რაღაცნაირად ავხსნა რომ რა არის ყველანაირი ადამიანია და ყველას თავის ცხოვრება აქვს ყველა ადამიანში რაღაც სილამაზეა მე ძალიან მომწონს ფემინური კაცები ძალიან და მასკულინური ქალებიც ძალიან ეგ ჩემთვის არის რაღაც ფასადი და იმის სიმქეთი ისეთი ენერგია და ინტელექტი და სილამაზე ჩანს და არა ეგ ხო და ეს რაღაცას ხშირად მეუბნებიან ეს რაღაც ან ვაიმე შენ დედა ვერ გასდეს ისე ბავშვი როგორც შენსდი და ესეც კომპლიმენტია და არა და ესეც ხო ნამდვილად რაზე დაკნობით ამ ხო ვიცით ახლა იმიტომ მე ჩემ ქმარს რომ შვილები დაუტოვა ვიცი რომ საღამოს რომ მოლ ცოცხლები არ იქნებიადო და ხო და რა უნდა აი რა არის საზოგადოება არ იცვლება ერთ ღამეში და ჩემი ასაკიდან გამომდინარე მე ეს მესმის არ აქვს აზრი რომ რაღაცა რქებით დავეჭიდოთ და შევეჭიდოთ მთას რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით ნელი ტემპით პროგრესი მაინც მოვა ანუ დრო თავისას მოვა და რა თქმა უნდა ახლა რეგრესული ფაზა გვაქვს მაგრამ ეს რეგრესული ფაზა ჩვენ ტრამპი რომ მოვიდა ამერიკაში ვქონდა და წელიწად ნახევარია ტრამპ პირველი 6 თვე იყო საშინელი LGBT თემის მიმართებაში ბოლო 1 წელი ის ყველაფერი რაც გააკეთა უკვე უკან დაბრუნდა ანუ ეს ყველაფერი წყალი უკან კალაპოტში დაბრუნდა მე დაფინანსება მაქვს იუსტიციის სამინისტრო დეპარტამენტ ჯასტის ანუ იუსტიციის დეპარტამენტიდან და მაწამეს თავიდან რაღაცეებზე რომ გენდერი არ კონდეს ესა ბოლო 1 წელი არავის არ მოუკითხავს არაფერი რაც გინდა ის აკეთე ვენდობი თქვენს კვალიფიკაციას და თქვენს რეპუტაციას ანუ ის იყო ხელოვნურად თქმა უნდა შექმნილი თუ ვაიმე ღმერთო ჩემო ტრამპი ნახე ერთადერთ მიუხედავად იმისა რომ თეთრსახში მე დავდიოდი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იმიტომ იყო სიძულვით ჩადენილი დანაშაულის კომისია იყო და მე მიწვეული ვიყავი ხშირად როგორც ექსპერტი ტრამპის ადმინისტრაციასთან მე თანამშრომლობა არ მქონდა ერთ-ერთი შეხება მქონდა ერთ-ერთ გარემოში რამდენიმეჯერ ვნახე 2001 თუ 2 წლებს მე ნიუ-იორკში რო ვიყავი სტუდენტი ვიყავი დავიწყე მოხალისეობრივად მუშაობა ასეთ ორგანიზაციაში რომელსაც ეწოდებოდა God's Love We Deliver ღმერთის სიყვარული ჩვენ მიგვაქვს სახლში ეს იყო პერიოდი როდესაც შიცით დავადებული პაციენტები კვდებოდნენ ჩვენ ვამზადებდით საჭმელს ერთი 30 მოხალისე ვიყავით და მომდევნო 30-ს მიქონდა სახლში ცხელი კერძი ამ ადამიანებისთვის. ანუ გარიყულები იყვნენ. არა, ბევრი იყო სტაციონარულად უკვე ჩაწოლილი. გარიყულები არა, უკვე მაქსტიგმა მოიხსნა ამ პერიოდში, მაგრამ ბევრი ჩაწოლილი იყო, ბევრი უკვე უბრალოდ ზრუნველობდით მასზე. ზრუნველობით. ვინ გვაფინანსებდა ჩვენ? სად გავიცანით? ტრამპი იყო იქ. ტრამპის და ჩემ გვერდით აი მართლა ოხრახუშ ჭრიდა და ტრამპი მოდიოდა იქა და ეს LGBT თემის ძალიან დიდი მხარდაჭერი იყო. გვაფინანსებდა ბევრი დამფინანსებელი ყავდა, მაგრამ ტრამპი იყო ერთ-ერთი დამფინანსებელი. 2002 წელს და ნუ რა თქმა უნდა ფინანსთა მინისტრი გეი კაცი ყავს, რომელიც კაცია დაქორწინებული, შვილები ყავს. უფრო ტრანსფობი ნამდვილად არის, ჰომოფობია არ არის. ბევრი პრობლემა არის იქ და ამას არ განვავრცობ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელოვნური. ხო, ანუ რაღაცა ჭირდებოდა თავის პოლიტიკას მაშინ და რაღაცნაირად ფაქტია, რომ ხალხმა აირჩია, ხო? ანუ ორჯერ აირჩია ტრამპი ამერიკაში. ის მასა უნდა და იმასის ხმა, იმიტომ რომ განათლებული ელიტა მას არ მისცემდა, ეს კარგად იცოდა, ჭირდებოდა ეს ყველაზე დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენის მასა, მათი მიყვანა საარჩევნო ყუთან მოხდებოდა რელიგიასთან აპელირებით, იმიტომ რომ ტრამპი არავით არის რელიგიური ადამიანი. მთელი ოჯახი, ასეთი ათეისტები არ არსებობენ ახლა, ახლა მეც მიჭირს მაგდონეზე ვყოფნა. ხო და ტრანსფობიაზე და ჰომოფობიაზე საუბარი. ამით მიიღო ის გადამწყვეტი ხმები და მოვიდა ძალაუფლებაში და მაგის კაფეო მაგალითები ხდება რუსეთშიც და საქართველოშიც. ძალიან მეცნო ყველაფერი. ადამიანები გუშინდელი ფაქტია, გახსოვთ ცენტრალურ აფრიკაში მიგრანტები რო გაუშვეს, მათ შორის ქართველები. ემიგრანტფობიც არის? ემიგრანტებიც არის რა? ემიგრანტფობიც არის. არისო? ტრამპი მე მგონი
არა? ნუ აბა რატო აქ ეს საზღვრებზე იმიტომ რომ ეს არის რაც იმ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენის თეთრკანიან მოსახლეობას ჭირდება. თეთრკანიან მოსახლეობას ამერიკაში აქვს ეს შიში ამ დაბალი ფენის, რომ ეს სხვადასხვა ქვეყნის ხალხი ჩამოვა და მათ წაართმევენ ყველას სამსახურს, მიწას, მათ გვერდით დასახთებიან, მათ შვილებს გაუპატიურებენ. ეს ფობია არის დანერგილი საკმაოდ ეფექტურად. ტრამპი თქვენზე უფრო პროგრესულია. დამიჯერეთ. თუმცა მისი ამ უმრჩევლისთვის ამან იმუშავა. იმუშავა და ალბათ ახლაც ამით არიან ვიღაცის გულს მოიგებს, ვიღაც კი არ ბევრის ალბათ. ხო და ნუ ამერიკაში არჩევნებს რითი ვიგებ 1%-ით. ეს 1% არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ 5%-ს თუ დაარწმუნებ, გარანტირებული გაქვს მოგება და ნომინაცია გაქვს იმ პარტიის. ხო და აქაც იგივე ხდება. მე არ მგონია ქართული ოცნების ლიდერშიპი და უმრავლესობა ჰომოფობიური იყოს რაიმე ფორმით. მეც ხო ვიღაცებს ვიცნობ, ახლა პირად საუბრებში ძალიან სხვა საუბარია. კი, პატარაა საქართველო და ყველაფერი ვიცი. ხო, ეგ არის რა თქმა უნდა პოლიტიკური მახინაცია და იმედის ტელევიზია გამოყენებულია იმისთვის, რომ ეს ხალხი დარაზმული ყავდეთ ყოველთვის, თუმცა რამდენად გაიყიდება. რა არის ეს ესეთი თემა არის ისა ჩირიდან აღარ შეიძლება წვენის გამოწურვა. და მე მგონი ჩვენ უკვე ავიღეთ ეს პორტოხალი და უკვე ჩირის დონემდე მივდივართ. ხო, იმდენი ვწურეთ, სულ მალე იქ ვიქნებით და გამოიწურება რა. ვართ, თითქმის იქა ვართ. სულ რაღაც ერთ საარჩევნო 4-6 წელში ეს თემა აღარ იმუშავებს. აი იმ დღეს გუშინ გონგონი მითხარი, რომ ისო შემხდენო ვიღაცებიო და მითხრესო, რომ მართლა ეგრეთ ცუდად განწყობი. არ ვიტყვი არც სახელს, არც გვარს, არაფერს. სადღაც ერთ-ერთ კონცერტზე თუ შეხვედრაზე, ეხლა რომ დაბრუნდი. კი, იმედის ხალხი მოვიდნენ და ბოდიში მომიხადეს იმ კარტებისთვის, რომელიც გამოაქვეყნა იმედმა და დამარწმუნეს, რომ ჩვენ არა ვართ ეს, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, თუმცა ამაზე არავითარი ძალა არ გვაქვს, რომ ამას ლაპარაკობენ. არა და ვერ გავაკეთებთ ასეთ რაღაცასო. ხო შესთავაზეთ, ხო? მე შევთავაზე, რომ თქვენ თუ მართლა მხარდაჭერი ხართ ჩემი და ეს მიგაჩნიათ ცუდად, გადაიღეთ სურათი ჩემთან ერთად და ახლავე დაპოსტეთ. და ამაზე მითხეს, ნუ ახლა პროვოკაციას მიგებთ და ამას ვერ წამოხვები, იმიტომ რომ მე იმედიდან ხვალვე გამომიშვებენ და სხვა არჩევანი უბრალოდ არ მაქვს. მაგრამ რაც იქ დავინახე, ეს იყო ცუდი და მოვედი ხელი ჩამოგართვე, რომ მინდოდა რომ ეს იქცოდოდა. ჩირის წვენი სკენ მივდივარ. ჩირი არა ვარ ჯერ წყლათისა, მაგრამ ხო იცი 1-2 კვირის ისა ვარ. იმერეთში დაკიდებული ჩირი ხო წარმოგიდგენიათ აივანზე, იმერულ აივანზე, აი ერთი სეზონიღა დაგვრჩა და კარგი მომხმარი ჩირი იქნება. ნეტავ ესე მოხდეს. არა, რაღაცა ამის რო არ გვჯეროდეს. მართლა ყველა ემიგრაციაზე ვიფიქრებდით და გვჯერა და რაღაცნაირად მე მგონია რომ საზოგადოებაც სწავლობს, შეიძლება ესე არ ჩანს, იმიტომ რომ იზრდება, აი იმ ხალხის რაოდენობაც იზრდება, ვინც თქვენ ნახეთ და ვის გამოც დაბრუნდით ქვეყანაში და თან ჩვენ შვილებს ვზრდით, აი თქვენ შვილებს ახალი თაობა კიდევ უფრო სხვანაირად შეხედავს მოვლენებს ინტერნეტის ეპოქაში გაზრდილი თაობა შეიძლება ჩირის პროცესი დააჩქაროს რა ძალა აქვს მეტი ამ თაობას ესე მგონია კარგად გამოწურავს რა კი რაღაცა ახალმა თაობამ უნდა გაიგოს და მე მგონი გაიგებს რომ ყველას აქვს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ეს წერია ამერიკის კონსტიტუციაში ბედნიერებისკენ სწრაფად ყველაზე დიდი ვალდებულება გაქვს საკუთარი თავის მიმართ რომ თავი გახადო ბედნიერად ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები უნდა აწამო ამის დაჩაგრო მაგრამ ეგ არის უპირველესი ვალდებულება და ჩვენ ეს გვავიწყდება და ეს თაობა მე მგონი ამას გაიგებს არა მგონია რომ ძალიან ზუსტად იციან რა ანუ ხმამაღლაც არ ლაპარაკობენ ამაზე მაგრამ აი ქცევა ხო არ ჭირდება ვაიმე ღმერთს შემო ნეტა ვის დრო დადგეს როდესაც ამ თემაზე საუბარი არ მიხდება რატო ლაპარაკობ LGBT თემაზე და განა მინდა განა ისე შეიძლება გავიდეს წელი ამერიკაში არც არ არის არ მკითხავს თანამშრომელი ან სტუდენტი საერთოდ ამ თემაზე საუბარი არ მიხდება მე ეს მინდა საქართველოს სულ არ მინდა ამ თემაზე საუბარი არ უნდა იყოს ის რომ მე ჩემი
პირად ცხოვრებაზე რაღაცას უნდა ყვებოდე. რატომ უნდა იყოს ეს აღსაღნაშნი? აუ ზუსტად ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი რა საჭიროა ეს პარადები, რა საჭიროა ამდენი საუბარი და ამას ეძახიან პროპაგანდას რა და რეალურად საჭირო რო არის იმიტომ ლაპარაკობთ. ხო, აი მეც სულ ეგ განცდა მაქვს ხოლმე. ეს ბავშვები ქვეყნიდან გაყარეს. ესენი არ არიან ჩვენი შვილები? ასობით ქვიარი მე ვიცი, რომელმაც ქვეყანა დატოვა ბოლო 2 წელიწადში. რა დაუშავეთ ამ ბავშვებს? რა დაუშავებთ ამ ბავშვებს? ამაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. მე ბევრთან ურთიერთობა მაქვს. იცი როგორ ენატრებათ საკუთარი სამშობლო? ოცნებობენ საქართველოში დაბრუნებაზე. ოცნებობენ. უბრალოდ ამის არჩევანი არ აქვთ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა საკუთარ შვილებს გავუკეთოთ? ეს არ შეიძლება იყოს ეს ვიღაცის შვილია და ჩემი შვილი ესეთი არ იქნება და არ შეიძლება ხალხო ეს არის ბოროტება 18-20 წლის ბავშვებს რო ქვეყნიდან გაყრიდა უარყოფ და აი მას უარყოფ ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას რა არ აძლევ. დაგიშავათ ამ ბავშვებმა? აი რა დაგვიშავა ამ ბავშვებმა? თუ რამე მშობლებმა მოიკითხონ, იმათმა შექმნեն ასეთი ბავშვები. მშობლებს მოვკითხოთ. ხო და არიციც არ მინდა ხო მშობლებმა თავი დაადო და შეუვლად, იმიტომ ბევრს აქვს ეს. ჩემ დედაჩემსაც ჰქონდა ეს გადალახა ახლა ერთი თავიდან პირველი 2 წელი ეს იყო, აი მე რა ვქენი და რა გავაკეთე და ეს ხო იცი ქართული. საჩევცდი. საჩევცდი. ნერვიულობდა. ხო. ბესო, იმდენი გაქვს ნაფიქრი ჩამოსვლაზე, დარჩენაზე, ბავშვებზე, განათლებაზე, მერე იქი წასვლაზე, წამოსვლაზე, უსაფრთხოებაზეც გექნებოდა ნაფიქრი და აი ამ მოქალაქეობის მიღებაზეც იმ დღეს იუსტიციის ბავშვებისთვის. სამინისტროდან რო ლაივი ჩაწერე. რა ხდება ბავშვების მოქალაქეობაზე, გლენის ჩამოსვლაზე? აი ხარ რა მომენტში ხარ? რა ეტაპებს გადიხარ? ბავშვები არიან საქართველოს მოქალაქის შვილი, მე მოქალაქეობა არასდროს არ დამიკარგავს. მე ვიცი მაგალითად გერმანიაში თუ აი წახვალ ჩემ მეგობრებო, საცხოვრებლად. ანუ ვერ იღებდა გერმანიის მოქალაქეობას, უარი რო არ ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მიიღო გერმანიის მოქალაქეობა და ახლა იღებს საქართველოს მოქალაქე აბარებს ყველაფერი იმ პროცედურას გადის, რაც უცხოელმა მოქალაქემ უნდა აიღოს და ნუ უნდა საქართველოს მოქალაქე იყოს რა მაგრამ ბესო საქართველოს მოქალაქეა. არა, ის კანონმდებლობაში სხვანაირად არის ხო, ამერიკაში. ამერიკაში არავინ არ გეკითხება რა ქვეყნის მოქალაქე ხარ და. ბავშვები როგორც დაიბადნენ, ნუ ამერიკაში დაიბადნენ, ავტომატურად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეობა ორგანული კანონის მიხედვით, თუ ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე. რადგანაც ბავშვები გადმოვიყვანი ახლა და მე მიმაჩნია ჩემ შვილებსაც ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეობა, რატომაც არა, რატო არ ეკუთვნით ამ ბავშვებს საქართველოს მოქალაქეობა? ესენი რომ დაინახო ქართულ ჰიმნს როგორ მღერიან, აი მე მშურს და რატომ არა? მინდოდა რეგისტრაცია და პირადი ნომერის აღება. ნუ შევიტანი საბუთები და რა თქმა უნდა, რადგან დაბადების მოწმობაში, ამერიკულ დაბადების მოწმობაში ხშირად წერია მშობელი 1, მშობელი 2, რაც აქ პროპაგანდამ გამოიყენა ამ ანტიდასავლური რეტორიკისთვის, ამ დაბადების მოწმობას ვერ მივიღებთ, იმიტომ ვერ ვცნობთო და არადა ორგანული კანონის წინააღმდეგ წასვლა ძალიან გავჭირდებათ, რომ თქვან რომ ბავშვებს მოქალაქეობა არ ექნება. ხო და მშობელი ყავს ქართული კანონით. ხო და ნუ ქონდა განხილვა 5 დღე, ქონდა თვა და ახლა ორშაბათს მომწერეს რომ კიდე 15 დღე ჭირდებათ. ნუ რაღაც საფუძველს შექმნიან რომ ვარი თქვან რეგისტრაციაზე, ალბათ მოუწევს ამას გასაჩივრება. ან თქვენ აპირებთ ამ ბრძოლაში შესვლას. რა თქმა უნდა. ბოლომდე. მოიცა რატო თუ გინდ ვიღაცისთვის მეუღებელი ვიყო მე როგორც ღიად გეი მამაკაცი. ჩემაშვილება რა დააშავეს? რატომ უნდა დაჩავრო? და ვიღაცამ მითხრა რომ იმ თქვენ დაჩაგრეთ ბავშვები, იმიტომ რომ თქვენ ახართ გეიო და იმიტომ არ ეკუთვნითო. ხო და ნუ ახლა მე ამის ვიღაც ადამიანის ირაციონალური ადამიანის საფუძველზე ვერ ვიტყვი რომ ბავშვებს არ ერგებათ მოქალაქეობა. ალბათ საქართველოს მოქალაქეობის გარეშეც ამერიკული პასპორტით ცხოვრობენ მთელი ცხოვრება და მაგრამ აქ ამას ჩემთვის სიმბოლური დანიშნულებაც და პრინციპული რატომ არა? მე მყავს ნაცნობი ქალი, რომელმაც სუროგაცით 2 შვილი გააჩინა და მამა არ უწერია დაბადების მოწმობაში. ქართველი ქალი, რატო არ შეიძლება ამ ქალს მას შვილებს მიცეს მოქალაქეობა? იმიტომ რომ ვიღაცას, რომელსაც სამსახური არ აქვს და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ჯანდაცვა, მაგრამ დაარწმუნა რომ ჩვენ ვართ ამ ხალხის მტერი რაღაცნაირად, ამ ადამიანმა უნდა გადაუწყვეტოს ამ ქალს მათ შვილებს მოქალაქეობა ექნება თუ არა. ხო გვაქვს ორგანული კანონი. მაშინ შეცვალონ კონსტიტუცია, შეცვალონ ორგანული კანონი და შემდეგ ვიტყვით რომ არც მაგაზე
იტყვიან უარს. არ არ გავ- მიაწოდოთ ხა ეს. არა მგონია ეს ახლა იმდენად ეს დიდი ეს რამე ეს არის, დიდია. რომ შეცვალონ კანონი ამის გამო. მე მგონი რომ დიდი რამეა, იმიტომ რომ დედა და მამა იმდენად განან მაგაზე ხო. მართლა მაგაზე დგანან, მაგას ვერ გადათქვამენ. და მე მაგას ვეთანხმები, დედა და მამა. ვინ არ ეთანხმება მაგას? ეს ქალიც დედა არის და მეც ქვეტექსტი მამა. სხვა არის, ხო. ხო, რა. ისე ესმით. ქვეტექსტი უფრო ესმის, ანუ მის ამომრჩეველს, ხო, ფაქტია, აი. თორე დედა და რა თქმა უნდა, მაგრამ რეალობაში დედა კარგი დედაა და მამა კარგი მამაა. იმიტომ რომ ყველა შეუძლია მამობა, მაგრამ ბავშვის აღზრდა არის მამობა და სიყვარული და ეს თუ არ გვესმის, ახლა მე ამ ხალხთან რა უნდა ვისაუბრო, რაზე უნდა ვისაუბრო, არ ვიცი. ალბათ მაინც უნდა ვისაუბრო. აი ერთ-ერთი უნდა კი ვისაუბროთ, კი. ბოდიში აი რაღაცაერთ რადგან ამ თემას ვლაპარაკობდით პრეინტერვიუზე თქვით ისე რაღაცაერთ გაგვეცინა ყველას აი თან უნდა მკითხათ და პოლიტიკაზე ხო არ გიფიქრიათო ხო ანუ აქ როცა და თქვენ აი ქუთაისელი გაიკაცი როგორო ანუ და ხო თუნდაც თქვენი პროფესიის აი თქვენი გამოცდილების გაზიარება დანერგვა რა გვაწყენდა არ არის პოლიტიკაში ხარ უნდა მოვიდე მაგის გამო. არა ხო როდრო- შეიძლება უბრალოდ რომ მაგ გადმოსახედიდანაც კი ბატონო. ქუთაისის მერობაზე ვაიმე მაგალითად არა არა მართლა ჩემო. ისე რატო ჩვენ არ არ არის გვაკლია კომპეტენტური პატრიოტი ხალხი. მე რეალობის შეგრძნებას არასდროს არ ვკარგავ და მე ვიცი სად არის პატრიოტი ჩემი ხალხი გვაქვს, ლიმინიტები. მაგრამ კადრების ნაკლებობა გვაქვს და პოლიტიკის კეთების, სუფთა ხელებით პოლიტიკის კეთების დეფიციტი რა არის დეფიციტი რა, გვაქვს. იმ წუთში გაგსვრიან. რაც არ უნდა კარგი გადავხედოთ ახლა ოპოზიციას. ახლები უკვე ძველი არიან. თავისუფლების მოედანი ვიღაც მე უნდა ესენი ძველი არიან. ვიღაც ახალი გვინდა. ჯერ პარტია ჩავეყალიბებული არ არის და ხალხი ამას კიდე ახალი გვინდაო. ეს რა არის? ქოცური პროპაგანდა ამაზე ძალიან კარგად მუშაობს. ხეირობს კი ხეირობს კიდევაც. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს და რაიმე უნარი აქვს, მაგათ გაანადგურებენ. და არ წმენენ ახალი თაობა ვის არ უნდა, მაგრამ მე ის ამერიკაში უკვე დიდხანს ვიცხოვრე და ვიცი, რომ პროფესიული გამოცდილება და შენ სფეროში წარმატების მიღწევა არის მნიშვნელოვანი. არ შეიძლება 20 წლის ასაკში მოხვიდე პოლიტიკოსი და კონდეს ის გამოცდილება, ფსიქოლოგიური მომწიფება. მზაობა ხო მზაობა, შეიძლება არაჩველი ვარ ყველა ამაზე 20 წლის ასაკში და მეტყველებდე კარგად და ჩემზე უკეთესად ყველა ნებისმიერი ქართული მეტყველებს, მაგრამ არ შეიძლება. არა, რაღაც გჭირდება მომწიფებულობა და პროფესიული გამოცდილება, დაღვინება რა მინიმუმ რაღაცნაირ გამოცდილების ჩვენ ეს ძალიან გვიჭირს. მე მაგალითად მიმუშავია სისტემაში, სადაც მე აღმიქვია საკუთარი თავი უფრო კომპეტენტურად, ვიდრე ჩემი უფროსი მაგალითად. მაგრამ მე ვიცოდი, ეს იყო ჩემი უფროსი, მე პატივი უნდა მეცა და დრო დადგებოდა მე გავხდებოდი უფროსი. მე მყავს ჩემი ქვეშემდოვრები, რომლებიც ჩემზე უკეთეს უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ბევრი თვალსაზრისით ჩემზე კომპეტენტურები არიან. ისინი ამას პატივსცემენ. ჩვენ ამის უნარი არ აქვს და ამის გარეშე სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძალიან რთულია. ამიტომ გვიჭირს რაღაცაერ წვალობთ ამიტომ გვიჭირს, ჩვენ აქ გენი ამბობს, გლენმა დაუსვა დიაგნოზი ახლა ამ ყველაფერს. ამერიკაში ყველაზე წარმატებული სტუდენტები მიდიან კერძო სფეროში. საბანკო სფეროში, იურიდიულ სფეროში, ტექნოლოგიებში, იქ ორგანიზაციებს ქმნიან, ფირმებს ყიდიან, შემდეგ ახალს იწყებენ. საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული. ამიტომაც ყველაზე ამბიციური ხალხი მიდის პოლიტიკაში და შეუძლებელია ამდენი ამბიციური ხალხის თანაარსებობა. ბუნებრივად შეუძლებელია. ამდენი ალფა ტიპების თანაარსებობა და ეს არის რაღაც თვალსაზრისით ჩვენი პრობლემა. ყველას უნდა პირველ კაცობა თუ პირველ ქალობა არა, ნეტო პირველ ქალობის პრობლემა რო ხონდეს არ ვიტყოდი არაფერს. პირველ კაცობა ნამდვილად. დედაცა ცოტა ძალიან პატარა ქვეყანა. ეგ პატარა ქვეყნის სინდრომი. ბაზარი პატარა. არ არის ბელგია პატარა ქვეყანა? ხო ახერხე არის პატარა ქვეყანა. ხო. რადგან ნორვეგიის მოსახლეობა რა არის? არ ვიცი თუ ბევრად დიდია. დიდი მიწა აქვს, მაგრამ მოსახლეობა პატარა არის. ხო, ანუ საზოგადოების ამბავია და რაღაც ეგოების თუ და იმ სფეროსი. ამერიკასთან შედარება ესეთი ჩვენთვის კი ვართ ხო ეს კაპიტალისტური ქვეყნის თუ სამყაროს ნაწილი, მაგრამ იქ ძალიან მკვეთრია, იქ ეს წლების გამობრძმედილი სისტემა და ალბათ ჩვენთან ამ სისტემასაც დანერგვა და დრო ჭირდება, ისევე როგორც LGBT თემზე ღიად საუბარს, ან ღიაობას. და მე იმედი მაქვს, რომ დრო მანდა ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს და მართლა ამბიციური ხალხი წავა ბიზნესში და
არა და ამბიციური ხალხის გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ამბიციური ხალი. მე ნამდვილად გუშინ წინ ჩემები ხო ჩოგბურთს თამაშობენ, ჩვენ ყველა ჩოგბურთს თამაშობთ და გოგოები არ იყვნენ, მხოლოდ ბიჭები იყვნენ და ჩემმა გოგომ მადლენამ დაამარცხა ბიჭები. მისი ტყუპის ძმის ჩათვლით და შემდეგ მასწავლებელმა აღნიშნა წვრთნელმა, რომ აი ყოჩახ მადლენა, აი ბიჭები დაამარცხე ყველა. ხაზი გაუსვა. და ამას სახი არ გაეხიმა და მე კი ვიცი არ რაღაც მიიღო იყო. კომპლიმენტად. და მე რო წამოვედი ახლა აი რაში იყო საჭიროება ამის აღნიშვნა უკეთესი და ვითამაში უკეთესი ვარ და დავამარცხე ბიჭ რო გოგო დაემარცხები ამას ხო არ იტყოდა ჩემო 12 წლის გოგომ ეს იცის და მე ძალიან ვიამაყე და ვთხარი ზუსტად მასია შენ შეგიძლია ყველაფერი რაც მამაკაც შეუძლია ნებისმიერ სფეროში შეგიძლია იყო კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე ნებისმიერი მამაკაცი და სხვა შორის ჩემ ოჯახში ძალიან ძლიერი კომპეტენტური ქალები გვყავს და იმედია ეს რაღაც დაყვა ამ ბავშვებს გოგოებს ხათაშორის მიფიქრია რომ ბავშვებისთვის რთული ხო არ იქნება აი რომ გავიგე რომ მითხარი რომ მე ვრჩებიო რამდენადაც შეიარაღებულები არ უნდა იყვნენ მადლენაც ელეონორაც ალექსანდრეც ხო აი ამ ინფორმაციით იმიტომ რომ როცა ესეთი მშობელი ყავს იმ გარემოში ჩამოყალიბდი უკვე ეს იცი და ეს ძალიან მაგარია მაგრამ აი სულ ვუფრთხი ხოლმე რომ აი აქ რამდენად ხო არ გაუჭირდებათ ან იქაც ბავშვები უსვამენ კითხოს როგორ შეიძლება დედა არ ყავდეს და რაღაც ჩვეულებრივად ეს ბუნებრივი ეს არ უყურებ ხო არ უყურებ მარტივად პასუხობ. არა მე უფრო რას გულისხმობ იცით აი მე ეს თამუნას კითხვაც ესე გავიგე აი მენტალურად აი ჩვენ საზოგადოებაში რა პრობლემებიც არის აისახება ხოლმე ბავშვებზე აი საიდან ვამბობ იცით აი იმან ძმასო ტანსაცმელი დაულაგეო რომ მოყევით ანუ აი ეს არ არის კითხვა სხვა არ უსვამენ და გოგოს გაუკვირდა რატო უნდა დაულაგო ჩემ ძმას ტანსაცმელი და მან კომპიუტერი ითამაშოს ხო და ეს ძალიან ქართული ესეც რაღაცნაირი ერთგვარი ის არის რომ აი დები ყოველთვის თავის ძმებზე ზრუნავენ და აი ხო ეს არის მე მაგაზე ერთხელ ვიდეო ჩავწერე და მე ძალიან ბევრი ვიცი ამის მაგალითი როდესაც დედებიც კი ქალიშვილს გაწერავენ შვილის ბიჭის ინტერესისთვის შვილი არის ხოლმე პრიორიტეტი ოჯახში რეგიონი რაღაც არის თუ ახლაც არის ბიჭის პრიორიტეტი მაინც არის იგრძნეს ეს აქ თქვენმა შვილებმა და ჰომოფობია ის კითხვები მაგალითად დედა სადაკავს და რაღაც ჯერ მაგის გამოცდილება არ აქვს მაგრამ ესე რა არის ჩვენი ოჯახის სისტემა ისეთ არის რომ ჩვენ არასდროს არაფერი დაგვიმალავს ბავშვები რო დაიბადნენ ჩვენ გავაკეთეთ წიგნი სადაც წიგნში ასახულია კვერცხუჯრედის დონორი რომელმაც ერთი 20 ჯერ დონაცია გააკეთა და ალბათ ერთი 50 ბავშვია დაბადებული მისი კვერცხუჯრედით მე ასახული არის სუროგატი რომელმაც მუსლით ატარ რომელსაც არჩევლებრივი შულები ყავს და დღესაც მეგობრობთ და სურა როგორ დაიბადნენ განაყოფიერება როგორ მოხდა ინვიტრო ეს ყველაფერი ეს თავიდან იყო თემა და მე უკვე იმდენად ვისაუბრეთ იმიტომ სამაგიდო წიგნი გვაქვს სამყოფო ოთახში და უკვე იმდენად ამწურული ეს თემა არ აინტერესებს და მე ეუბნებიან ნუ არა მე მყავს ორი მამა და ასე დავიბადე და რაღაც და ყავს ახლა ჯგუფში ესენი არ არიან მარტო ვისაც ორი მამა ან ორი დედა ყავს და ზოგს მარტო დედა ყავს მაგალითად ზოგს მარტო მამა ყავს სხვათა შორის ერთი ჯგუფში ყავს მხოლოდ მამა როდესაც ალექსანდრე მადლენა დაიბადა და ძიძების გვინდოდა და ქართველი მინდოდა ჯერ ერთი რომ ქართულს დამხმარებოდი ნიუ-იორკში და მე ქართული ესწავლა მოვიდა ერთი არაჩვეულებრივი გოგო და რომელმაც თქვა მე ნუ მე ახალშობილი მყავს დატოვებული საქართველოში აუ რას ამბობს აი მე რო წავიდა გლენმა აი მე რაღაცნაირად დავეხმაროთ მაგრამ მე არ შემიძლია რამდენ ჩვენ შულს ხელში აიყვანს იმაზე ვიფიქრო და ვიჯავრო რომ ეს როგორი განცდა აქ მას ტრაგედია აი ახლაც აი გამაკანკალად ანში ეს გოგო აი გეუბნებით ცემებს ლის ვიკავებ რომ ეს გოგო მახსოვდება აუ რამძიმეა აი ამაზე ვამბობდი ეს არის ნამდვილად ტრაგედია და ეს გოგო არ იქნებოდა მარტო ანუ ჩვენ აი აქ ზუსტად თქვენ ადგილზე ჩავწერეთ იჯდა მაგდა რომელიც ლაპარაკობდა იგივეზე იმიტომ რომ ორი შვილის დატოვება უწევს აი ამ სოციალური პოლიტიკური ძალიან ბევრი რამის გამო ხო მესმის რომ ყველასი არჩევანია და ვერც შეზღუდავ ამ არჩევანში არჩევანი არ ვიცი ზოგჯერ არ არის არჩევანი ზოგჯერ არ არის არჩევანი არა და ზოგჯერ ბავშვებით რომ მიდიან იმასაც განვიცდი ისინი უფრო დარჩებიან იქ
კი, ეგეც არის. ეს მგონია რომ შულები ყავთ აკტოვებული აქ მძევლად და დაბრუნდებიან რაღაც გამართლებას პოულობ რაღაც პოზიტივს ჩემი ბუნება ესეთია რაღაც კი. დადებითი დავინახო მაგრამ ეს აი ამ ქალების დანახვა და ამის ძალიან მიჭირს თან მე მგონი არიან, ყველაზე ხო, დიდი ბევრი. ტრაგედია რაც საქართველოში დღეს არის ზუსტად. იქ კიდევ როგორ შეხვედრი ხართ ქართველ ემიგრანტებს? ასეთი აი, ძალიან გოგო, ბევრი მყავს ხო, ალბათ ერთ რომ 10 შვილები სულწირე ხართ. ვიცნობ ვისაც შვილი დატოვებული ყავს და წლობით არ უნახავს აი გლენი გაოცებული ეს ვერ გებულობს ეს კაცი რანაირად ეს ხდება რანაირად ახერხებენ ეს ხალხი მე ვუხსნი იმიტომ რომ შენ არ გჭირდება და შენ ამას ვერასდროს ვერ გაიგებ და რაღაცა მაგრამ ძალიან უჭირს ამის გაგება ძალიან უჭირს ჩემთვისაც გაუგებარია დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ მოცემულობაში ვარ, ხო, მაგრამ ნუ და თან ჩვენ მაინც აი ჩვენი თანამემამულეების მიმართ ემპათიურები ვართ, ხო? იმიტომ რომ გვესმის მათი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით ჩვენ არ გვიფიქრია ემიგრაციაზე. იყო ეპიზოდებიც ჩვენ ცხოვრებაში, როცა აი ხა ხო არ გავიქცეთ. იქნებ იქ ჯობდეს კარიერის განვითარება, იმიტომ რომ აქაც ისე რჩები, ხო? აქ ჯობია მე აქ ვარ იმის დათქმულად რომ საქართველოში მაინც ჯობს. კი, ჯობია, თუმცა თქვენ ხა 50 წელს ვაღწევოთ, დიდი დანაზოგით ჩამოხვედით და მე არაფერი დანაზოგი არ მაქვს, ლამის გავხდა 50 წლის. ეს არ არის ნორმალური, ესე ვფიქრობ. მე ვერ ვგეგმავ ჩემი შვილების ცხოვრებას 1 წლის შემდეგ. ვერც ცოტა მანამდეც ვერ ვერც დაგეგმა. 6 თვეში, ხო? ანუ არაფერი არ ხო და არის. მოდი მაგით დავამთავროთ. აი აქ რო ხარ, როგორი ცხოვრება გაქვს წარმოდგენილი, აი რა გინდა ეხა აქ რომ გააკეთო თუ იმუშავებ, არ იმუშავებ შვილებისთვის, აი რა, როგორი იქნება აქაური ცხოვრება ბესო ქუთათელადისთვის? უცებ რო გითხრა, კი ახლა მიყვარს ბავშვებს სკოლაში წაყვანა, გამოყვანა და მართლა დღე-დაღამი მათზე ვფიქრობ. და მერე პოლიტპატიმრებზე და მერე დანარჩენ ყველაფერზე გულწრფელად გითხრა. მაგრამ 18 წლის რო გახდებიან და უნივერსიტეტში გავუშვებ, მე არ ვაპირებ ქართველი მშობელებით 24 საათი ურეკო და ფული ვუგზავნო და არა. აი მე ამახლა ვაკეთებ მაქსიმალურს, რომ მე თვითონ ამერიკაში არის ეს კონცეფტი failure to launch. აი წარმოიდგინე რაკეტას ხომალდს რო უშვებ ცაში და ზოგჯერ არ მიდის. ხო და ამას ეძახენ ამერიკაში თუ 18 წლის ასაკში ეს არ გააკეთა. 18-დან 21 წლამდე თუ ბავშვმა არ ისწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება, არსებობა, ფინანსები, პრობლემების მოგვარება, იმას ეძახენ failure to launch. აი ეს რაკეტა, რომელიც არაფრინდა, ხომალდი რომელიც ვერ გახდა რაკეტა. აი მითხარი რა ალბათ უკეთესად შეიძლება ამის თქმა, მაგრამ წარმოიდგინე ვიზუალურად ცეცხლი გამოვიდა და რაკეტა დგას, ვერ წავიდა. ხო და აი ამაზე ვფიქრობ და ფეილდა გაიჭედა გაჭედილი რაკეტა მე გაიჭედა ხო და აი ამას აუცილებლად ესენი რომ 18 წლის გახდებიან ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნება მე ადრე ვხატავდი და არქიტექტურა ძალიან მიყვარს და რაღაც ვაპირებ მუზეუმის გაკეთებას ამას შესახებ თქვენ იცით მინდა შევწყო ქართული არქიტექტურის აღორძინების პროცესს რაღაცნაირად ხელი რესტავრაციის ხარისხზე და ამერიკაში არის ასეთი landmark committees, ანუ ძეგლების კომისია, რომელიც ამტკიცებს ყველა რესტავრაციას და ამოწმებს ხარისხს შესრულებას. და ჩართულია ადგილობრივი კატასტროფა ხალხი არიან. ყველა ზულს, მაგრამ აკეთებენ უმნიშვნელოვანეს საქმეს. და ჩვენთანაც რაღაც არის ასეთი, მაგრამ ნუ იმით თუ ვიმსჯელებთ, როგორი რესტავრირებულია გარკვეული ძეგლები, ეს არ მუშაობს ეფექტურად. მე ვიცი აქ ჩემი ცხოვრება არ იქნება მატერიალურად უკეთესი, არ იქნება უფრო უსაფრთხო, არც ბავშვების განათლების თვალსაზრისით, არ ჩემი ინტელექტუალური დახარჯვა არ იქნება ისეთივე დონის და წვდომა უდიდეს ფონდებთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეს ყველაფერი, ეს კავშირები, რომელიც ძალიან რთულად მოვიდა და ძალიან დასაფასებელია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება და დრო არის ახლა. დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის. თან რაღაცა ჩვენ საზოგადოებასაც ჭირდება რა ეს გადამდებია. მაგალითები სიკეთეც გადამდებია. მე ამის ჯერა ყოველ შემთხვევაში და ხო, ძალიან მაგარი მაგალითია რა. მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა ერთი კვირით გემშვიდობებით და უკვე 10,000 გადავწდით ამისთვისაც კიდე ცალკე მადლობა და კიდე უფრო მეტნი უნდა ვიყოთ რომ ასეთი მნიშვნელოვანი ამბები მოგიყვეთ.